მოკლედ ხალხო ხა აი სუნვაგი კაცი რას არიზავს საჭმელისთვის დილიდან მივდივარ იმაში კარფურში ავიყიდე ხორის PMS-ი მაქვს ხო და მინდა ღორის ხორცი თევზი ხორცი და კიდე რაღაცები მინდა მე ტკბილი მომინდება კიდე მექნება ეგეთი დღე ხო და ის ხმა მინდოდა აი აქედან გამიყოს გასვლა არ ვიცი რატომ მაგრამ ზღვის ვაიბს მაგონებს აქ მაინც ვიარო სტერგესაც ზღვას მაგონებს ესე იგი ხალხო კიდე განვაახლე ჩემი განცხადება მომწერა ერთმა მაკლებმა და მითხრა შე რამდენ ადამიანებს გინდაო ეგეთებიო შაშან იყო კი 230-150 წელს 250-ის 350 ლარები ღირსო ანუ ძალიან გაძვირდაო წელსო ხო და ან ძალიან შორი იქნებაო თუ მაგას გეტყვი ან ხო და ან კიდე ის იქნებაო რა ქვია მოგატყუებენო ხო და ხო ვიფიქრე ქობულეთზე ხო არ ვიფიქროთ ხო დავწერე ქობულეთში ესე იგი ისეთი ბილო შემოვთავაზეს ხალხო ისეთი აი მე არ ვიცი ზე ზღვაში დგას 200 ლარიო ქობულეთი მე ძალიან მიყვარს მაგრამ ბავშვებს უყვარს ბათუმი მე იქ მაკდონალდსში უნდა წასვლა მე იქ აჭარული ხაჭაპურზე უნდა ცეროდენაში მე ჯონა მაინც ბათუმში უნდა ვიარო ხო და აზრიათ იგივე ფასად ქირაობას ქობულეთში ვიქირავებ თუ აი ჩემი ფარგლებში 150 ლარის ფარგლებში ვიქირავებ ხო აზრია ხა ბათუმის ფასი გადავხავ ქობულეთში ხო და მოკლედ რავი დავწერე ქობულეთში რაღაცა ის არის ჩატები და ნახოთ აბა ეხლა მეხმიანებოდნენ რომ გამოვედი ეხლა იმიტომ მივიჯვარ რომ ეგენი 11-ზე წავლენ და მე კიდე მოვასწრო იქამდე ისა მიყვარს ეს ქუჩა აი ეს ქუჩა ძალიან მიყვარს რაღაცა ისეთი მყუდროა ისეთი მშვენიერია რომ იმეთი ახლა მე მგიც ეგონა რომ იმას უღებდი იმის მანქანას შეანელა ხო და რა ვიცი აბა მოკლედ აი ესეთი სიტუაცია არის რაღაცა მომენტში ისიც კი ვიფიქრე რომ ალბათ ზღვაზე ვერ წავალთ მეთქი უნდა რა ვიცი და რა ვიცი ხა ის რაღაცა მთელი წელი აგროვებ ფულს ამისთვის და მე ეგეს არ ყოფნით და შემდეგი თვის ბიუჯეტიდან მოაკლო და ეგრე არ მინდა ანუ რაც მაგ ათვალისწინებული იმ ფასად მაშინ ნაკლები დრო იწავალ და იქ რა ვქნა ხო მაგრამ აი ჩვენ არაფერს არ ყოფნის ხოლმე 10 დღე და 2 კვირა ვაფშე ისე გადიხომ ეგომა არ ყოფილა არ გამithვალისწინებია ეს ფასები თუ დამხვდებოდა რა ვიცი მე იმედი იქნება ის ღორის ხორცი მე რომელიც მინდა იქ პარკში სამწვადოდ ხო ხადა მოკეთ ეს თუ მშვენიერი დივა დილან შევიდეს რაღაცა მე მივნახე ხო და ჩაგისვათ 200 ლარი ბინაში გადავიხადე რომ 50 ხაჭაპურშიო თუ 40 6 ნაყინშიო და თელი ვაგროვე ფულიო მე გეგონა მე ვლაპარაკო ხო და ჩამოვედი ბათუმში და ამთარი დამხვდავ აქაც ეგრე არის რომელმაცვი ხო საერთოდ არ იყო არც ერთი გრამი ხორცი გუშინ უნდა მეყიდო გუშინ საერთოდ არ მახსოვდა რაღაცა გამოსავალი ვიყო გაჩვენებს რომ რაც ჩემი დღეს წყალი არ გამედევია და რაღაცას გამომშალი ვარ ეგეთი განცდა ხალხო მისწავედი და დამცხა აი დასენი ნაყინი ეს ჩემი ნაყინი გადასე ამას აწერია 79 კალორია აქვს აი ამას ნინის უთხარი თუ არ არის ხორცი და ნინი მაინც იყიდის რაიმე ხო
გაყინულს მაგალითად. ეს ჩემია. დედა. აი ნახე. ეს ჩემია. ეს ჩემია. Hey, ეს ვიცი სუპია. კაი, გალე დედა. აუ ძალიან დავიღალე და ნაცები იყო და შეკი არ მინდა მზე არა ძალიან დავაცხუნა. არ უნდა შემომეცვა ის მე გავიხვით ქეწყალი მინდა სასწრაფოდ. ჩემი ბიჭები წავდნენ რუსთავში. უყურებ გავაცილო და მე უნდა დავრეცხო ჭურჭელი, საშინელება ხდება უბრალოდ გუშინ ღამიდან მოყოლებული. აი არ ვიცი, მე რომ დავწექი იმდენი რამე დაუსვრიათ, რომ საკატასტროფას გავს სამზარეულო უბრალოდ აი არ ვიცი, ყველაფერი თავზე მაყარია. ცხელი. ნაცი აიღე? დროებით. აბა თქვენიცით, კარგი დღე. კარგი დღე, ფრთხილათი არეთ. მადლობა. ჩვენ ყველას კარგი დღე გოგოებს. ჩემი ბიჭები. ვაი, მე წავიდნენ, ბონიჭკა. და წავიდნენ. როგორი რა გაიგე. ესმის ყველაფერი. მე ახლა უნდა დავრეცხო და მერე დავლიოთ, ყავა არ მიჭამია, ყავაც არ დამილევია. არა, დავლიე დილას, მაგრამ ის მეორე ყავა დავლიე. ხო და ნალექიანი არ დამილევია და ხო იცი ვთვლი რომ ნალექიანი თუ არ დამილევია, ესე იგი ყავა არ დამილევია. ეგრე ვთვლი. არ არის რა თქმა უნდა მასე, მაგრამ მე მასე ვთვლი. ოკეი. გარეცხილები შევალაგოთ, იმიტომ რომ აქ ადგილი გამომთავისუფლდეს. აი ასე. აი ესე, ჩემო ძვირფასებო და კარგებო. დღეს ქობულეთის ჯგუფში დავწერე, როგორც გითხარით და რავი, ნახოთ რა იქნება. წუხელ აჯაფსანდალი რომ მქონდა ჩემი მომზადებული ცალკე თოკოსის შეუჭამია. უბრალოდ რო ჭამდა მაშინ მოვიდა მიხევდე და ეს აჯაფსანდალი რაღაცა სხვანაირი გემოაქვს, გაფრჩებული ხო არ არისო. ხო და მეთქი რატო დედა თქო. ვიცი რომ მაცივარში დევს და რამ უნდა გააფუჭოს და არა სხვანაირი გემოაქვს და მე მივხვდი რომ გადავიტანე სხვა ქვაფში, პატარაში, რომ მაცივარში ჩატეულიყო და მაცივარში ჩავდე. და მივხვდი რომ უეჭველი ეგ იმას ქნა. ეგ შეჭამა, გამოვედი და ჩემი დაბალკალორიული ქონდა ამოღებული. მითხრა რომ გაიგო შეწუხ და დავაბრუნო, მეთქი არა რა უნდა დააბრუნო. ხო გაათბე მეთქი მიკროტალღურში და აღარ შეინახება თქო და თან დიდად არ მოწონდა, მაგრამ ჩემი რო გადმოიღო, მე მაინც შეჭამა.
აუ აქ რატო არ ჩადის წყალი სახან გავკეტო მომავაგოთ ეს ხო და მოკლედ ასე აუ როგორ მინდოდა კარგი ღორის წვადი და საერთოდ არც ერთი ის არის დოღორის აი ვაფშე ანუ დაკეტილი იყო ხორცის სექცია და საერთოდ არის და ბიჭი იყო პატარა ახალგაზრდა და კითხე მეთქი როდის იქნება მეთქი არ ვიცი როდის იქნება ალბათ დღის მეორე ნახევარში ასე რომ ეს ავიღოთ ხარი იქ შრება კარგად და ამიტომ იქ მზეზე ბონი არ აქვს ხედა მზეზე დაწოლილ ხარ წამოკოტრიალებულა იქა ნაგავიც წავაღებინე ბავშვებს ბარემ იმიტომ რომ მე მთელი დღე აქ მე ვერ გავალ საღამომდე და რაც მინდა აქ ნაგავი მედოს იმდენიც არ ყოფილა როგორც ჩანდა იქაც არის ერთი რამდენიმე მაგრამ ისინი არაა ძალიან დასწრე კიდე უნდა დამატება ამის არა და სიამოვნებით შევჭამდი ახლა აჯაფთან რომ და იმათი არ არის სახლისთვის რაც გავაკეთე იქნება წეს დღეს აწი ახლა ეგენი ისეთი ქიმრიელობებს დაახვედრეს ვებია რომ აწი აღარ არიან მაგის ჭამელი უი კიდე ის მოვიტანე 2 შოთის პური და არ მაძლევდა ბარათით შეიძლება მეთქი გადახდა და არ მაძლევდა 3-ო ხო და 1 ლობიანი წამოვიღე თონი შეჭამეს მეთქი შეჭამენ ბავშვები უყვარს ძალიან ლობიანი უფრო უყვარს ვიდრე ხაჭაპური შემშვილებს ხო და ისა შეჭამეს დღეს გაასვენებენ საწყალგია სამეცოდება არა რასიზმს ვერაფერსაც ვერ ვიზამთ მე ვფიქრობ ხოლმე ანუ ხო ძალიან ცუდია მაგრამ რა ბედნიერება იქნებოდა ხა გიასთვის შვება არ არის მაგრამ მე ჩემსაც ვფიქრობ ხოლმე რა ბედნიერება იქნებოდა დედა ჩემსაც რო ეცოცხლა თუნდაც 66 წლამდე რა ბედნიერი ანუ მაშინ არ ვიქნებოდი ბედნიერი 66 წლისა რომ გარდაცვლილიყო მაგრამ თუ მეცოდინებოდა ვერ შემთხვევაში შეიძლება 38 წლიდან არ მყოლოდა მაშინ რა ადამიანმა ხო არასოდეს არის რო შეიძლება სხვა ვარიანტი შეეყოფილიყო სანამ მე კარპულში წავედი და მოვედი ანდრიამევაც მაკარონი მოუხარშა ევასო თქვამს შეაო და მოუხარშა მაკარონი ძალიან მიყვარს ამათი დათმობა და ეს სიყვარული
რა კაია რო აგდება რა სასიამოვნო აი რო ხედავდი სუდად ვიყავი აქ ვერ ჩალაგე ხო გროვდება ესა მაინც Gallia rodis mola. Esi დღეს მოვა. სოდა ჭირდება არ გასწის ის. ნაჩაი არის. ჩაი ხო იცით როგორ ღებავ. ხაც მას შემოვიტან დავკიდებ ნაგვის პარკს უკვე რაღაცა არის უკვე ჩემი სიხარული, ჩემი ბაყაყუნა, ჩემი სიყვარული, ჩემი ყიყინაქალი. ჩემი ბაყაყუნა, დედასე კიკიკიკი. ეს ამ პრაქტიკულია, სამყაროს. ეს გოგოს ეწერა ჯგუფში მრავალშვილიანი დედების რომ პირიქითო სამსახურშიო ჩვენ არ გვიღებენო ბინა ჩვენ ვერ გვიქირავიაო ბავშვები რო ყავსო ყველაზე დაუფასებელი შრომა ჩვენიაო რას ფიქრობ თქვენ მაგ საკითხზე სუფთა просто ესე მოვავერწყალე სამწუხაროდ ეგრეა რაღაცები იწერება ჯგუფში და დიდი ქვაბი მაგას არ ეთქე
მაგათ მე გავურეცხავ მეზარება ახლა. აი ამას გავურეცხავ ახლა ანდრიამ რო გავუკეთა ევას მაკარონი. მაკარონიც მოვიტანე. პურიც მოვიტანე. აი გოგო. ევას ნაყინის მოვუტანე. ყველაფერი გვაქვს. დღევანდელი დღისთვის. ის ხორცი გამომხმარი, არ ვიცი როგორი იქნება, მაგრამ რა ვნახოთ. ესეც არ უნდა იყოს სამცუდი, თუ იქნება და არ შევჭამდა ეგა. მაგრამ რო შეწვალ ხორცს და მე არ შევჭამ. ეგ როგორ უნდა შევძვო, არ ვიცი. ამაში უბრალოდ წყალს შევაყენებ, რომ ისა მოლბეს კი არაფერი, აი ესეთია, მაგრამ ცოტა მიმკრალები აქვს რა და ცოტა იყოს და მე გავრეცხავ. აი ესე. ცხოვრება სულ ერთი ლამაზი ძამია ჩვენი ერთმანეთი გჭირდება ძალიან ჩემი ინტერპრეტაცია თუ ეგრე იყო მაგრამ მგონია რომ ჩემია რა შეიძლება მეშლებოდეს ჩემი სიცოცხლე ჩემი სიყვარული ჩემი სიხარული ეს მზესუმზირო ჭამეს ამაზე და არაქისის კარაქიანი პური და რომ მზესუმზირის ისინი დაკრულია არაქისის კარაქს გაზის გასაწმენდი ეხლა ყავა უნდა დავლიო ეგენი მერე არ მაქვს ნერვი ანუ პროსა ეს აუცილებელი მინიმუმი იყო გასაკეთებელი ეხლა პლუს ვიდეო სტილის, პლუს გოგოების ისა მოტივაციები. ვინ რა ჭამა მაგის ნახვა, ჩემის გაზიარება და ჩემის ჭამა პლუს. ჩემუზე იყიდება რაღაცა დასაფენები, ლამაზი ფერადი ამაზე. ფიქრობ, ხო არ ვიყიდოთ ხო. იმიტომ რომ სულ რაღაცები აწვია ამ საცოდავზე და რა ვიცოდოა. ეცოდება. ძალიან მიყვარს ეს საერთხე მანქანა. საერთოდ Samsung-ებზე ვგიჟდები ხო იცით, მაგრამ ეს საერთხე მანქანა განსაკუთრებულად მიყვარს. ახლა რაღაცა მივალაგე წესით. წესით არიგით. ეს მშრალი ქვაბია სუფთა. შევდოთ. ოკეი. ობიანი მიეცლეს შერბა. It's okay. ესენი მერე. შესვენება. პური უნდა, რატო წავიდა სამსახურში მამამ და ფული უნდა იშოვოს მე შეაო პური უნდაო კი მე კიდე კაი თუ პური უნდაო იგას ხო პური უყარს და რა გინდა და ჰა წყალი და წყალი გინდა ეხლავე ჩემო მზეო ეხლავე ჩემო მწვარეო მე მამას პური უნდა. მე პურის საყიდლად მუშაობს.
აი ჩემოსაყვარელო მოგიტანი. ახლა კოფი, მოვიდუღოთ კოფი, მოვიდუღოთ კოფი, მინდა პატარა ეს. მოვიდუღოთ კოფი. მოვიდუღოთ კოფი. ქაღალდები აქეთ. მეთქი, თუ ქაღალდი აღარ გვაქვს თქო და აქ უნდა იყოს სადღაც. არ არის. დამთავრდა. ქაღალდების აყიდელი მქონია. Oh my god. გავაშე იქამდე ხელით. შეიძლება ამ ზაფხულს თბილისში დავჩე. რა მშვენიერია. მე მჯერა ყველაფერი რაც ხდება იმისთვის რომ უნდა მოხდეს და როგორც უნდა მოხდეს. თუ ვერ წავალთ, ესე იგი ასე იყოს საჭირო. ესე მჯერა მე 6 გრამია. ჩვენ 7 გვინდა ყავა. ვისაც გაინტერესებთ, როგორ ყავა უყვარს ნინის. შეგიძლიათ აწონოთ 7 გრამი ყავა და 6 გრამი შაქარი და გაიგებთ ზუსტად როგორი ყავა უყვარს ნინის. ყავიანია, ამიტომ აქ ჩავყაროთ. და პატარა ჭიქით, მაგას მნიშვნელობა რა თქმა უნდა, ხა ეს დიდ ჭიქაში რო ეგ მიირთვა, სულ სხვა გემოიქნება, წყალ-წყალა იქნება. დიდ ჭიქას მეტი უნდა ყავა. აი ეს. დილამშვიდობის საყვარელ თუ გინდა დავაზუსტოთ, აბა ჩააგდე ესა ფოტოგრამობა და დავაზუსტოთ თუ გინდა. თუ არ ხარ დაწუნებული. დილამშვიდობისა და კარგი დღე. ვაიმე, რა კარგი რა ბედნიერება არის. კიდევ რაც შენ გიყვარს, რა ბედნიერება. ეხლა მე მაინც მინდა ყველა ვარიანტში მინდა რომ გავაშრო ისა ვიცი აქ სადღაც უნდა მქო მაგრამ არა ეს აქ მედო და გუშინ აქ რო ის დაიხვარა აქეთ კიდე აღარ არის ვაფშე სალფეტკი აი არის ანუ გუშინ ხო დაიხვარა ვერცხლის წყალი და ესე იგი არ შეიძლებაო იმ ოთახშია საჭმელი ქედო არაფრის ჭამაო ხო და ესე იგი იქ რო მიდევს ქაღალდი იმითი გაშრობაც არ შეიძლება ჩემის საჭმლის თეფშის ამიტომ ესე ზესუმზირა მინდა ძალიან გასაღებს მზეს უმზირა და მზეს უჭვრიტა ეს გასაწმენდია ჩემი ძვირფასი მეგობარი სასწორი ეხა ეს ამოვა
და აქ იყავი თორე აი რა კაი გოგო ხარ. ყოჩაღ ჩემო სიყვარულო, ყოჩაღ ჩემო ლამაზო. აი ესე. ბადრიჯანი ეკდო მარგაზზე. ასე ხა, ბებიასთვის უმცირე მოვიტანოთ ეს შეწერია. ბებიასის ხო არსებობს, რა ქვია. ლავაში ჩვენთან და ეს არის ბებიას მზეს უმცირე, აი ყიდიდან ბებიები გახსოვთ, ჩემი ძალიან კაი სახელია. ძალიან ცოტა გავხია. გუშინ იყიდეს 2 ცალი და მე კი უკვე საღამო იყო კალორიები აღარ მქონდა და არ მიჭამია და ას შემხვდა და ის ვერ მოვასწავე, ჩემს გადამედო და აქ არა უშავს ვიყიდით. ესენი გვაქვს და მე გვინდა აბა ეს რამდენი გრამია. ვა. შოკოლა. ესე. ეხლა მოდი გადავწყვეტ აქაურობა, იმიტომ რომ არ მომწონს. რა ცხელა პროსტა. უძომოდ ცხელა. შენი არ მინდა ესე რომ აწყვია. ძალიან ცუდი ვიზუალით ჩანს. ესე. აგე. აქ იყოს. ხოჯობია ესე. ასენი შევიტანოთ. ასე. და გადავწყვეტოთ. მინდა თქვენ. ესე. აქ შედი მტვარი გროვდება სულ. მე ვერ წარმოიდგენთ. ასე. შოეს წავიღოთ. და ესეც. ჩემი დილა. გემრიელია. სიცოცხლე ჩემო სიყვარულო, სიცოცხლე თილია. შენთან ვარ. ნუ რაფრის ნუ გეშინია. ნუ რაფრის ნუ გეშინია. რას ვიზავთ ასე, რაც არის ეს არის. და ეს თუ მოჭრილი გაცვია ეგ ცოტა. მე ეს უფრო ჩანს. კაი. It's okay, ნორმალურია.
აბა, დილა მშვიდობისა, ჩემო ტკბილებო, კარგებო, ძვირფასებო, ლამაზებო. როგორ ხართ, როგორ ბრძანდებით, როგორი შაბათი დღე გაქვთ, კვირა უნდა მეთქვა. წვრილია ეს მზესუმზი რამ. სოლარის უსხვა. ევა, მე აივანზე ვარ. აბა, პირველი ყოლობია. კაი აღმერთო. კარგია. საერთოდ უდიდესი ბედნიერება არის, რომ ვართ. ჩვენ დავიწყოთ. ახლა ჩემხელა. ჩემზე ცოტა პატარა ეხა გახდა. 35 წლის. გარდაიცვალა. იუნგის სარკომაო. არ ვიცი რა არის და არც დავსერჩი, არ მინდა რომ ვიცოდე. ძალიან იშვიათი რაღაც ყოფილა. მაგით გარდაიცვალა ერთი. მოცეკვავე გოგო. რომელსაც ჩემსავით დიდი ბიჭიშვილი ყავს. დიდი და მოზარდი. რაღაცა გული ჩამწყდა ძალიან. გამოწერიც მყავდა და იმიტომ გავიც ძალიან მე ყოველთვის მგონია ხოლმე რომ ადამიანი გამოკეთდება. ალბათ იმიტომ სხვანაირად არ შემიძლია. მე ყოველ ჩერზე გული მემსხვრევა ხოლმე. და გარდა იმისა რომ ახალგაზრდა წავიდა ერთ-ერთი ბოლო პოსტი ესეთი უდევს TikTok-ზე რომ როცა არაფერი არ მდგება ყველანი მიყვარხართო და просто აი რომ გაიაზრო რამ ხელა ტკივილია ამაში გული გაგისკდება და რამდენად ბედნიერები ვართ ჩვენ ვისაც მიცოცხლები ვართ იმ შემთხვევაში თუ რამე გვტკივა ამიტომ რომ ვართ და იმ შემთხვევაში თუ არაფერი არ გვტკივა ხო საერთოდ და რაღაცნაირად თვითონ ვერ ხვდებით ვერ ვაცნობიერებთ ნო რაოდე ნახეთ რა შევა სადა ხარები აკა ხარ ჩემო ზიცოთ მე აივანზე ვარ და მე ძალიან მიყვარ ხარ და კი მე ვიცინი ვარ ანა მოკლედ ასე აქვე გამახსენდა გუშინ ვნახე ნინის ქონდა გუშინ დაბადების დღე გუშინ საღამოს ვნახე და ჩემს სამართლად უნდა ვთქვა რომ თავიდან ამომივარდა ილოცავ ჩემო საყვარელო შენი ცხოვრების განთიადია და უამრავი ბედნიერი წლები მიგეთვალოს ბედნიერად გეცხოვროს ის გეკეთებინოს რაც გულით გენდომება და გეყვარება ბედნიერი იყავი ჩემო ლამაზო პატარა გოგონა ისეთი ტკბილი ხარ ორჯერ შევხვდი და ორივეჯერ თვალებიდან სულ აი სიკეთე ეღურება ადამიანს ეს ან აქ ან არ აქ ამას ვერანაირ ვერ იზავ თუ შიგნიდან არ მოდის ძალიან მიყვარს ესეთი ადამიანები ხო და ბოდიში რო გუშინ ვერ მოგილოცა უბრალოდ
ამ ვერცხლის წყლის ამბავმა ძალიან გამათოთხარა, ძალიან შემაშინა. მაშინ უნდა ბავშვი არ შესულიყო, ძაღლი არ შესულიყო, რა ვიცი მე საშინელი მომწამლელიაო და მასე თერმომეტრს მე აღარ ვიყიდი ვერცხლის წყლიან всё. ვიყიდი ელექტროს. კი აქ მაგას დომილებებ, მაგრამ არა უშავს. კონდეს. დამანებე თავი. აუ, ძალიან წვრილია ეს. რატომ მიყვარს ესე? რატო გირდები შენ ესე? ხა ვნახოთ კომენტარები ჩემო ძვირფასებო. ციცი. გემრიად მირვინი. ძალიან კარგები ხართ. კარგი აღზრდილი შვილები. მადლობა ძვირფასო. ლელა, რა კარგები ხართ. ყველანი ნიმ. როგორ მიყვარს შენ ლამაზი ოჯახი. გაიხარეთ. მადლობა ჩემო საყვარელო. ძალიან დიდი მადლობა. მარიანა. გონია რომ ნამდვილად იმსახურებთ. ანუ დონაციაზე გულისხმობს. გონია რომ ამ სივრცეში ყველაზე მეტად. რა თქმა უნდა, თანხის რაოდენობა უმნიშვნელოა. ლარი და 20 თუ 5 ლარი, თავარია უბრალოდ სულ უმნიშვნელო თანხაც კი. ხო, ანუ ნახეთ ზეფასო ისეთი რაღაცაა, რომ იმდენად რეალურად ანუ იქ ევროპაში, თუნდაც რუსეთში ანუ იმხელა შემოსავალი არის თვითონ YouTube-ის რეკლამიდან, რომ მე საქართველოში მაგდენი იყოს, არასდროს არ ვიტყოდი. და მაინც ამბობენ ხოლმე რა, ანუ ჩვეულებრივ რაღაც თითვლება. ხო და თანხაზე არც არის საუბარი, ხო ხვდები, ანუ ეს არის სიყვარულის გამოხატულება, რომ როცა ადამიანს უნდა რომ ადამიანი გაახაროს და კონდეს იმის ფუფუნება, როცა ამაზე შრომობს და მუშაობს და სხვაგან არ მოუწიოს ადამიანს წასვლა და მუშაობა, ხო? არ არის აქ არც თხოვნა, არც მოთხოვნა, არც დაძალება, არც დანამუსება, აბსოლუტურად არაფერი. თუ ადამიანს შემდამი გულში. ნუ იმის შენ შემოგევლე, მოვალ. თუ შემდამი გულში ადამიანს რაიმე სითბო აქვს და უნდა რომ მოვდიოდე. ეს რაიმე ფორმით გამოხატოს, თუნდაც ამ ფორმით. კი, თუ არა და მით უმეტეს თუ ვთქვათ ადამიანს ჩემთან აქვს გატარებული თავის ცხოვრების მნიშვნელოვანი დღეები და ვეძვირფასები, ან თუ რაღაცა მნიშვნელოვანი ცოდნა წაიღო ჩემგან და ფიქრობს რომ ეს მის ცხოვრებას სრულიად ცვლის, ხო? და თუ აქვს რა თქმა უნდა სურვილი და საშუალება, რატომ არა? რატომ არა? ანუ ეს სამყარო არის ენერგიების ცვლა და რატომ არა? ვისაც არ აქვს და უბრალოდ რო უყურებს, ეგეც კარგია, უბრალოდ რო ალაიქებს, აკომენტარებს, ანუ ყველაფერი კარგია. ანუ ჩვენ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს და ის გავაკეთოთ ერთმანეთისთვის რაც შეგვიძლია. არც მეტი, არც ნაკლები. რავი, მე ეს მიმაჩნია სწორად. ამიტომ მოდი. Okay. Belgium საქართველოში ამისი სწორი ფორმა არ არის. რაღაცა ძალიან დამახინჯებული ფორმებია.
რაც ითვლება სამარცხვინოდ. ან არის მაგას მოთხოვნები, ტირილები, ჩხუბები. წერი ამბები. მე საკუთარ ოჯახის წევრსაც კი ვერასდროს ვერ დავავალდებულებ ვერაფერში არა თუ მაყურებელს. ეს არის კეთილი ნება. თუ არის, არ არის. თუ არ არის, არ არის. ასე. ვესაც შეუძლია, ერთმანეთთან დაუდგეთ გვერდით. ვიღაცისგან სიტყვა, ვიღაცისგან ყიმილია, ვიღაცისგან ის ერთილარია, ვიღაცისგან რო წაბოლწიკლები ხელი შეშველება. ვიღაცისგან საჭირო რჩევა, როცა გჭირდება. ჩემგან მაგალითად ის არის, რაც მე შემიძლია გავცე. უდიდესი ჩემი ცოდნა და გამოცდილება იმ სფეროებში, რაშიც ვიცი და კომპეტენტური ვარ. მე ჩემი ყოველდღიური ცხოვრება, რომელსაც ერთად ცხოვრობ. ეს არის შეჭამბონი. საერთოდ არ აგულები ამაზე სუნზირას. მოდი. აი, აღაჩა უპატარა ვერსია. ანდრია ძალიან კაი სtildeობიანი ბიჭია ამ ყველაფერთან ერთად ტყიანი, კარგი დედის, კარგი შვილები ყავს ბედნიერები გიმყოფოს უფალმა სამივე. დიდი მადლობა ჩემო საყვარელო, ძალიან დიდი მადლობა. აი ცოტა მსხვილი იპოვა. რატო არა ჭამძაღლო? ისე გემრიად მისმენი არაქისის კარაქს და ხლებს შეგიროს. ერთი უნდა ვცადო მეც. დარწმუნება არ მომეწონა, ვაიმე ისეთი გემრიელია. ისე მომწონს, რომ მეტი არ შევა პლუს ყავასთან რაღაცა სასწაულია ჩემთვის. ოღონდ ხლებცი ახალი გახსნილი უნდა იყოს 9 შუნებდეს. და ნუ ძალიან ტკბილის მოყარე თუ ხარ, შეიძლება და არ მოგეწონოს, მაშინ ზემოდან გამეტკბილი კიდე უნდა. ვისაც უყვარს შაქრიანი, ანუ მაგრამ ჩემთვის იმდენად იდეალური გემოა, რომ აი არ ვიცი. წარმატებული ყველა საქმეში მიმიყარხარ ელენეს უსამძიმრებ მამის სიკვდილს ნათელში იყოს მადლობა ძვირფას. დიდი მადლობა. ყოველ ჯერზე მაგას ფიქრობ, აი არც კი მჯერა, რომ იქაც რომ მივედით, ანუ ჯვარი აქაურობაც, ჯვარი თქვენთან, ყველაფერი ჩვენთან. იქაც რომ მივედი, ანუ მაცივარი კუბოები რა იმაში წევს და გადაფარებული ქონა რა. ხო და ანუ არ დამინახავს. ხო და გეგონება ანუ არც გარდაცვლილაო რა. ეგეთი განცდა მაქვს. ბედნიერებას გისურვებთ მანანა, მადლობა ძირფასო. ირინა ევოსი ჩემო ჭიამაია. ლეონი ქობულეთში არ გინდა დასვენება უფრო იაფად ნახავს ასტრონომს ანდით სახს. მე მან ვისვენებ ხოლმე რა ვიცი ძირფასო. ვერ ვნახე ვერაფერი ჩემთვის მისაღებ ფასად. სადიყიდეთ ეგ ფეხსაცმელიო. მე დაიკამრო იმას ვქენთ. ისა ფლოში იყიდა. მაგარგი შვილები ყავს, მადლობა ძირფასო, შეგერგოთ საყვარლებო. ლირმამ. ჩემო კარგებო.
მადლობა იმოწვევაზე. დიდი მადლობა. კეთი მიხარია შენი სიახლე დაწუნებულა ყველაფერი გამოგივა. მადლობა. მეც დარწმუნებული ვარ უკვე. ანუ რო ვხედავ როგორ მიდიან ჩემი გოგოები. ძალიან ბედნიერი ვარ. ვერ აგიწერთ როგორ. ხაკ თქვენთან მოვჭვი. იქ უნდა დავიწყო. პოსტი დავწერთ, ვინ დაინახე ბონი? ვინ არის? ნუ დაიძია არის? ნუ დაიძია დაინახე. ყველა კარგი არჩევანი ნიმ პატარა ვენოკივით არის. ისე ყვავილებს ჯობდა ნათელში იყო საწყალი შემეცოდა, ხო? ლიას უყიდია. 80 წითელი ვარდი. გუშინ. ყვავილები ცოტა ნაკლებობა იყო. ხო, ძლივს დავატიეთ ხო. იმიტომ რომ ძალიან ძნელია ხოლმე ახლა. ამდენი ოდენობა. სამ გოში ყიდულობს ხოლმე. თამარა ბებიას ამბებიც რო იყო. ეკაც ეყიდა. არ მახსოვს რამდენი, მაგრამ ანუ ბევრი ოდენობაში. ხო და მე ეს ვაზები და იმის ცებნა ძალიან რთულია ხოლმე რა და ეს თან დიდხანს ძლებს ესე არ ჭკნება. რა მე ყველაზე კაი ვარიანტად ეს მიმაჩნია. ირმა წარმატებული საყვალო შენს გოგონებთან ერთად მადლობა. ლელა გამარჯობა ნინჩემო საყვარელო ბედნიერი წარმატებული დღე. მიყვარხარ ნინიკვანცა. ნიკო რა ის ბათუმი და ზამთრის ვიტრი ამოვიღე გავიყინოთ ეს ტელეფონში ხო? მეც გუშინ ეგრე მეცო მაგრამ დღეს ისევ კატასტროფული სიცხეა. არ მეყო რაღაც. ყავა, ნინ ძალიან მიხარია შენს ოჯახს რომ ვუყურებ გულს უხარია. მადლობა ჩემო საყვარელო, დიდი მადლობა. მაკა ნინი სულ ვიყურებ, ვერ ვწერ კომენტარს. მიყვარხარ ჩემო კარგო, ეგ შუნტირება, გულის ოპერაცია ძნელი ძალიან ნათელში იყოს, ნათელში იყოს ვიყოს. არა, მე მგონი შუნტირება არ არის, შუნტირება სხვა რაღაცა არის. წარმატებები ნინი თეონა, მადლობა ძირფასო ეკამზით გაცვითე. მადლობა ჩემო საყვარელო. კიდე რა მინდოდა მეთქვა ახლა. ანუ წინა ჯერზე, წინა ჩემპიონის დროს ვიღაცა გოგოს დაუპოსტია ქალს უბრალოდ ჯუნა ერქვა, უწერია მე მგონი. ანუ ჩემი მაყურებელი ან არის და არ წერს ან არ არის, არ ვიცი. ეგეთი რაღაცა რომ ისაო რა საჭიროაო პიემეს ელაპარაკიო, ხო ხედავო ისაო, მოიცა? ანუ ისეთი არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ სირცხვილიაო რა და შენს გარდა არც ერთი ბლოგერიო მაგაზე არ ლაპარაკობს რა და ესე იგი თუ არც ერთი არ ლაპარაკობს, მეც არ უნდა ვილაპარაკო. ანუ ძალიან ტუნელური აზროვნებაა ჩემი აზრით, ეგ აზროვნება, იმიტომ რომ მე მაგალითად არ მიმაჩნია, რომ სირცხვილია იმაში, რომ ხალი ვარ. კი, ჩემი ხალობის ნაწილია ჩემი ციკლი და ჩემი PMS და ყველაფერი არის მის ნაწილი, რომ მე ხალი ვარ. მე მყავს შვილები და მე უდიდესი ღირსებით ვატარებ იმას, რომ ხალი ვარ. და ჩვენს ორგანიზმში ყოველ თვე ბუნებრივად ეს ხდება. ანუ ხდებით ეს რა ღმერთის მიერ ჩადებული რა მხელა მექანიზმია. ყოველი თვის განმავლობაში ესე იგი საშვილოსნო ემზადება იმისთვის, რომ განაყოფიერდეს. ნელ-ნელა ესე იბერება, დიდდება, თუ დაკვირვები ხართ ზოგს, ყველას, მაგრამ ზოგს უფრო მეტად, ზოგს უფრო ნაკლად, მაგრამ ყველას. შარვალი ისე კარგად აღარ გვეკრება ხოლმე PMS-ის პერიოდში, როგორც იქამდე. მაშინაც კი როცა წონა არ მოგვიმატია, რატო? იმიტომ რომ საშვილოსნო დიდდება, სისხლძარღვებით ივსება, ანუ ფართოვდება, ემზადება ნაყოფის შიგნით ჩასაშენებლად. კვერცხუჯრედი ემზადება განაყოფიერებისთვის და აი ეს ციკლია ერთ თვეში, ხო? ანუ ციკლი რატო ქვია? იმიტომ რომ მეორდება ეს. და მე რომ არ მოხდება განაყოფიერება. ამ დროს ეს კვერცხუჯრედი, ანუ თავის სიცოცხლის ხანგრძლივობას რო დაასრულებს, ანუ თუ არ განაყოფიერდა, მე ხო ასრულებს ამ თავის სიცოცხლის ციკლს. კვდება, ჩამოიშლება, ჩამოდის და ეს სისხლძარღვებით გაფართოებული საშვილოსნოც ისევ იკუმშება და უბრუნდება ძველ მდგომარეობას და ამ დროს ხდება სისხლდენა. ამ დროს
ეს ყველაფერი ხდება ჩვენს ორგანიზმში. ანუ და ამ დროს ჩვენი ორგანიზმი გლოვობს იმას, რომ ახალი სიცოცხლე ვერ დაბადა და ვერ შექმნა. რეალურად ჩვენი რაც კი სიწმინდე გაგვაჩნია ჩვენი შვილები და მომავალი თაობა და აი აქედან იწყება ყველაფერი. ამაში არაფერი არც ბინძურია, არც დასამალია და არც სამარცხვინო არ არის. ანუ თუ შენ ვიღაცამ რაღაცა გასწავლა ბავშვობაში, გაუცნობიერებელი უცოდინრობიდან გამომდინარე და შენ ამისი გრცხვენია, ეს შენ უნდა იყო ის ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს გააცნობიერებს, ეს რამხელა რაღაცა არის. ანუ რამხელა ფიზიოლოგია, ეს ხო არ არის ჩვენ ადამიანები კუჭის მოქმედებაზეც საუბრობთ ხოლმე, ხო? ეს რა არის? ჩვენ ორგანიზმს სჭირდება საკვები და ეს საკვები მერე გადამუშავდება და უნდა გამოიყოს, ხო? ორგანიზმი და ნაწილს შეიწოვს ორგანიზმი, ნაწილი უნდა გამოიყოს. ყველამ ვიცით ეს ნორმალურია. მაგრამ ეს უბრალოდ საკვებია და ანუ ეს ვერ დაუდგება გვერდით, მნიშვნელობით და სიდიადით სიცოცხლის დაბადების ანუ რითიც სიცოცხლე იბადება იმ მექანიზმს, ხო? და რო არ განაყოფიერდა ეს კვერცხუჯრედი და ეს მოხდა მთელი ორგანიზმი, რატო გვეცვლება ხასიათი, რატო ვართ აგრესიულები, რატო ვართ დეპრესიულები, რატო გვინდა წოლა, ჭამა, ხო? ანუ ჩვენი სხეული, ჩვენი ქვეცნობიერი ტირის რო ახალი სიცოცხლე არ გაჭ. ანუ ყოველ თვე იდეაში პოტენციურად გვაქვს ქალებს ამისი შესაძლებლობა და ჩვენი სხეული, რა თქმა უნდა, ყოველ თვე ჩვენ ვერ დაურსულდებით ხოეზეა და ჩვენმა გონებამ ეს იცის და ეს ჩვენი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენმა სხეულმა ინსტინქტის დონეზე და ჩვენმა ქვეცნობიერმა, ანუ მათაც იციან ეს, მაგრამ ანუ ისინი განიცდიან ამას. და როგორ შეიძლება რომ ამაზე საუბარი სირცხვილი იყოს? რა მნიშვნელობა აქვს ბლოგერები ამაზე ლაპარაკობენ თუ არა? საერთოდ არ მაინტერესებს ამაზე ვინ ლაპარაკობს და ვინ არა. მე რო ეგ მაინტერესებდეს, ჩემს გარდა ვინმე აკეთებს თუ არა, მაგის მიხედვით ვაკეთებდი მე. მე ვიქნებოდი მე-10,000-ე, რომელმაც გააკეთა, იმიტომ რომ სხვებმა რო გაბედეს, მე გავბედავდი მე. მე მაშინ გავბედე, როცა არავინ არ აკეთებდა, როცა შენაირები შემოდიოდნენ და ეს საერთოდ რა არისო, მეუბნებოდნენ და ეს კაი შემთხვევაში, თუ შემთხვევაში ქვებს მესროლდნენ და მლანძღავდნენ, ხო? და შესაბამისად, ამაში არაფერი ცუდი არ არის. ამაში არაფერი დასამალი არ არის. ამაში არაფერი დასაძრახი არ არის. მე არა ვარ ის ადამიანი, ვისაც აინტერესებს სხვები რას ამბობენ. მე ის ადამიანი ვარ, ვინც ყოველთვის სხვებს უკვალავს გზას იმ სფეროებში, რომელშიც მე ადამიანები ხვდებიან, რომ ეს სამარცხვინო არ არის, ეს საშიში არ არის. აქ უსაფრთხო, აქ მე შემიძლია შევიდე. და მე რო ამაზე ვსაუბრობ, ეს ბლოგერებიც და ჩვეულებრივი ქალებიც ყველანი გავაცნობიერებთ, რომ ეს სამარცხვინო არ არის, ეს დასამალი არ არის და გავაწლები და ეს ისეთი ჩვეულებრივი გახდება, რომ შენაირი ადამიანი ვერც მე და ვერც სხვას ვერავის ვეღარ მოედავება ამ თემაზე საუბარს, იმიტომ რომ სირცხვილი ეგ იქნება, ეგ აზროვნება. და არა ის, რომ ქალი ამაზე საუბრობს. ეხლა მე ნახე შეშუპებული მაქვს სახე. როდის შუპდება სახე, როცა ზედმეტ ჭამ, როცა ზედმეტ სვავ, როცა ეწევი, როცა ციკლი გაქვს. მე არ მიჭამია, არ მომიწევია, არ დამილევია ზედმეტი. რატომ აქვს შეშუპებული სახე? რატო ვერ უნდა ვთქვა შენ ვინ ხარ, რომ ჭკუას მასწავლი, მე რა ვთქვა, ზრდასრულ ადამიანს. რატომ უნდა მცხვენოდეს იმისი, რომ ჩემს ორგანიზმში ახლა ამხელა რაღაცა ხდება და მე ვთქვა, ანუ როგორი ბრიყვი უნდა ვიყო, რომ მცხვენოდეს ამისი. ხო, მაშინ იმისიც უნდა მცხვენოდეს, რომ დავორსულდი და შვილი გავაჩინე. ანუ ძალიან ხაცნაირი ფარისეველი და ორპირი ხალხი ვართ, ძალიან დიდ წილი ნაწილი, აი ესეთი ადამიანები, ვინც ერთის მხრივ ტაშს უკრავენ, იმას, მე ბავშვი დაიბადა, იქ ფეიერვერკებს ისვრიან, დიდ სათხეგრძელოებს ამბობენ და ეს ფიზიოლოგია კიდე როგორ ბავშვი იბადება, მე სამარცხვინოამდე დავმალო, ზუსტად ეგ ხალხი იტყვის. ეს არის ფარისეულობა, ეს არის ორპირობა. და ხა ამას რომ ვეუბნები ამ ხალხს, მე არ უყვარ ვარ, იმიტომ რომ სიმართლის კმა და გაგონება არ უყვართ ადამიანებს, მაგრამ საერთოდ არ მაინტერესებს ეგ. მე ვამბობ იმას, რაც არის. მე მინდა რომ ქალი, რომელიც მე მიყურებთ, რომელსაც ცხვენია იმისი, რომ ცუდად არის და თქვას, იმიტომ რომ იმე სირცხვილია ციკლი, არ არის სირცხვილი. და სხვებიც რომ გააცნობიერებენ ამას და გაიაზრებენ, სხვებიც ისაუბრებენ ამაზე. და ეს ჩვენ ქალებს გაგვიუმჯობესებს მდგომარეობას.
აი ესე მოვედით იქიდან. არაფრის უფლებები რო არ გქონდა დღემდე, როცა ქალებს ყველაფერი შეგვიძლია. ჩემნაირები რომ ლაპარაკობდნენ და შენნაირები რომ ჩაქოლვას ვცდილობდნენ. იმ მიზეზით სხვები არ ლაპარაკობდნენ და შენც ნუ ამბობ. ჯორდანო ბრუნო ამბობდა, რომ ბრუნავს დედამიწაო და სხვებმა რო ეგ არ იცოდნენ. ის ტყუანი იყო? ის ხო იმიტომ დასაჯეს ზუსტად რომ ის იცოდა რაც სხვებმა არ იცოდნენ. მაგრამ დღეს ეგ დრო აღარ არის. მე გამიმართლა და შენნაირებს არ გამომართლად, იმიტომ რომ ჩემნაირებს კოცონზე დღეს ვეღარ დაწვავთ. და მე გამიმართლა, არა მარტო მე, არამედ ძალიან ბევრ ხალხს გამომართლა. ძალიან ბევრ ბავშვს გაუმართლა, რომელიც ახლა მე მისმენს მოზარტს და იცის, რომ მისი ფიზიოლოგია სირცხვილი არ არის. იმიტომ რომ მე რო ციკლი დამიწყოთ ერთ მეძლის ასაკში, თავის მოკლა მინდოდა. იმიტომ რომ არაფერი ამის შესახებ არ ვიცოდი. და ხო, მეც დასამალი და სამარცხვინო მეგონა. მაგრამ ხო დგება მომენტი არა, როცა ვიზრდებით, როცა ვნათლდებით, როცა აზროვნება გვერდთვება. ანუ ამ თემაზე უკვე იმდენჯერ ვილაპარაკე, რომ აღარ ვაპირებ ლაპარაკს. წადი და იმათ უყურე, ვინც ამ თემაზე არ ლაპარაკობს. იმათ უყურე, ვინც შენთვის კომფორტია. მაგრამ მე რომ მიყურებ, ეგეც ძალიან კაია, იცი რატო? კომფორტის ზონიდან გამოდიხარ და გინდა თუ არ გინდა, შენი ტვინი, შენი ორგანიზმი, რომელიც ასევე ქალია. კი ებრძვის შენ თავს და საზღვრობა გონია, მაგრამ ერთ დღესაც დამარცხდები შენ და გაიმარჯვებს და შენც კი ჩათვლიო სამარცხვინო არ არის და შენთვის ეს კარგია. ასე რომ შენთვის ძალიან კარგია ჩემნაირ ადამიანებს რო უყურებ. და როცა მეც უცმეუბნები, შენ თავსაც ებრძვი ამით. მაგრამ ცხადია შენ თავსაც ებრძვი, იმიტომ რომ სამარცხვინო გონია რომ ქალი ხარ და ციკლი გაქვს. ციკლი რომ სამარცხვინო გონია, ესე იგი შენი ქალობაც სამარცხვინო გონია. საერთოდ არ მჭირდება გარემოცვაში, არც კაცი, არც ქალი, არც დიდი, არც პატარა, ვისაც რაღაცას ისეც ვერ ვეტყვი, რაც ბუნებრივია, რაც ხდება და რასაც ვერ გაიგებს. ანუ აღარ ვარ პატარა. პატარა რო ვიყავი, ვცდილობდი, რომ ყველას როგორღაც შევსაბამებოდი. არ მჭირდება ეგ ხალხი მე. მე მჭირდება ისინი, ვინც ჩემს სულს დაინახავს და ყველაფრის გამო ჩემთან იქნება, იმიტომ რომ ჩემი სული დაინახა და არა რაღაცა ფორმების გამო ესე. всё. მე არასოდეს არ ვეძებდი რაოდენობას, მე ყოველთვის ვეძებდი ხარისხს. თუმცა რაოდენობასაც არ ვუჩივი. ხოდა ჩემო ძვირფასებო. PMS-ი მაქვს. და ახლა გამახსენდა. ემის მე კიდე რამდენჯერმე გამახსენდა კომენტარი წავიკითხე, მაგრამ და ძალიან მეზარებოდა ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ მაქვს უკვე ნელაპარაკები და გამგებმა უკვე გაიგო და გაუგებარს კიდე უბრალოდ დროში გაუჯდება. ანუ რეალურად ძალიან დიდ კარგ საქმეს ვაკეთებ. აი თუნდაც ამათ, ანუ იმედენი კარგ საქმეს ვაკეთებ, აი დონაციაზე რო ქონდა წეგან საუბარი, ხო რომ ანუ რეალურად ძალიან ბევრს ვიმსახურებ, ანუ მატერიალურადაც, მაგრამ გარდა მატერიალურისა კიდე ენერგეტიკულადაც, ანუ ძალიან ბევრს კარგს ვიმსახურებ. იმიტომ რომ იმედენი გამიკეთებია სრულიად უანგაროდ იმდენი ადამიანისთვის. და ცუდით რა არის? მე რო არ ვთქვა. ანუ ადამიანები მაინც ვერ დაინახავენ. იმიტომ რომ ადამიანებს არ უყვარს რომ ეს დაინახავენ. ადამიანებს უყვარს დაინახონ ცუდი. ანუ 1000-ჯერ ხო გააკეთებ კარგს. იმას არ დაიმახსოვრებენ, მაგრამ ერთხელ რომ რაღაცა შეგეშლება, იმას 10000-ჯერ წამოგაძახებენ. ასეთი ადამიანი ვერც ვერ ვიყავ. It's okay, ნორმალურია. მაგრამ მე ვიძახი, მე ვამბობ, იმიტომ რომ ეს ასეა. იმიტომ რომ ჩემი ყოფნა არის სასარგებლო. თუნდაც იმიტომ რომ ჩვენ ამდენი ამ სტილის ბლოგერი ყავს საქართველოში, ამდენი ქალი რომელმაც გაბედა, ამაში ჩემი ძალიან დიდი წვლილია და მე ძალიან ბედნიერი ვარ ამის გამო. თუნდაც იმიტომ რომ აი თქვენ რო უყურებთ სხვა ადამიანებს, ამაში ჩემი წვლილიც არის, იმიტომ რომ მათ გაბედეს. იმიტომ რომ წლები მიყურებდნენ. ყველას ემჩნევა მე ვინ მიყურებდა. საუბარზე, ქცევაზე, ანუ ფიქრებზე, ყველაფერზე. და იმასაც ეთყობა ყოველდღიური ინსპირაცია, როცა ვარ ადამიანის. ეს არის ბედნიერება, ეს არის საოცრება. და გარდა მაგისა კიდე რამდენი ადამიანი, რომელიც არ თარა კომენტარებს, რომლის ცხოვრებაშიც მე რთული დღეები გადავატანე, რომლის ცხოვრებაშიც რაღაცა ფერები შევიტანე, იმედი შევიტანე, აზროვნება, ანუ რაღაც პოზიტიური აზროვნებისკენ წავიდე. ანუ რამდენი ადამიანია ასეთი, ძალიან ბევრია. იმაზე ბევრია, ვიდრე ჩვენც მე ვიცი. იმიტომ რომ ზოგი ადამიანი უბრალოდ არ წერს. მაგრამ მის გულში ხო არის ეს ყველაფერი. მან ხო იცის, ღმერთმა ხო იცის. ხო და ანუ ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ მოკლედ, რომ ღმერთმა წილად მარგუნა ადამიანებისთვის აი ეს ვიყო.
რაც ვარ. და შესაბამისად, საერთოდ არ მაინტერესებს ვიღაცა რას იძახის, რას ფიქრობს, რას აკეთებს. მე ის არ ვარ, ვინც იმის მიხედვით მოქმედებს, ვიღაცა რას აკეთებს. მე ის ადამიანი ვარ, ვინც იმის მიხედვით მოქმედებს, გული რას ამბობს, ჩემი გონება და მორალი. მორჩა. всё. ეტი არ მაინტერესებს. ხო და დღეს ხორცები მინდოდა. გუში თევზი ვჭამე. ანუ უკვე სულაც რო არ თქვა იცით. თევზი და ხორცი რო ზამაკ რაციონში всё PMS-ია და აი ეს კიდე ესეთ და ჩამოსიებული, საშინელი, შესიებული. It's okay, რას ვიძავთ? ეგეც ნორმალურია. ჩვენი ფიზიოლოგიის ნაწილია, პატივს ვცემთ. ჩვენ თავისადმი ვართ უფრო მომთმენი, უფრო ვანებივრებთ, ვიცით რომ ადვილად ბრაზდებით და ოჯახის წევრებს არ წავეკიდებით ამის გამო და მათაც ვაფრთხილებთ რომ ამ დღეებში აუტანელი ვარ და ცოტა მერიდეთ. თქვენ ციტოდეთ ამ დღეებში აუტანელი ვარ, ცოტა მერიდეთ. და მაქსიმალურად ვისვენებთ, ვსვავთ ბევრ სითხეს, ვიკვებებით გემრიელად. ისეთ საჭმელს ვაძლევთ ორგანიზმს, რასაც გთხოვს, მე სულ ხორცებს გთხოვს და ცხიმებს. ანუ ცხიმს ვიძახი მაგალითად გუშინ ძალიან მინდოდა ისა ზეითუნის ზეთი, ძალიან მინდოდა ზეთის ხილი, ანუ იგივე რაღაცები მინდოდა თევზი, ვიშ რაღაცები მინდოდა სულ რა ხო ხდებით? თხილეული, აი სულ ყოველ დღე მინდა თხილეული, ან არაქის კარაკი ან რაღაცა ეს. ანუ ჩვეულებრივ დღეებში, ეხლა ეს რო გადაივშება საერთოდ ანუ მნიშვნელობა არ აქვს ხოლმე რა არის, მაგრამ ეს მინდა ძალიან. კვერცხი და ეგეთ რაღაცები, ხო? ანუ ზრუნავ ჩვენ თავზე სიყვარულით, მიმღებლობით. ანუ არა სიძულვილით, ვინმე რაღაცა საზიზღრობა მაქვს და დაუმალო. არაფერი არ გვაქვს საზიზღრობა. რო შევდივართ ყოველ დღე და ჩვენს ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს ვიკმაყოფილებთ, ეგეც არ არის საზიზღრობა. აი, ეხლა გია რო გარდაიცვალა, ნათელში ამყოფოს ღმერთმა, ანუ შარდის გამოყოფა აღარ იყო. ანუ თირკმელები გაჩერდა, შარდი აღარ გამოიყოფოდა და ანუ მოიწამლა ორგანიზმი, ხალხო, წარმოიდგინეთ. მე არ ვიცოდი, თურმე ესე 2-3 დღეში ორგანიზმი იწამლება, იკამ თქვა მამა ჩემსაც ეს ჰქონდაო. დიალიზმაც არ უშველო. ანუ თქვენ ხვდებით ყოველ დღე რომ შევდივარ და ფიზიოლოგიურ მოთხოვნებს ვიშორებ და ვიკმაყოფილებ რა ბედნიერებაა? ზარდან არის მაგაზე სამარცხვინო საუბარი. ახლა ნებისმიერ ექიმთან რომ მიხვიდე და ამ თემას დაელაპარაკო. არასდროს არ ჩათვლის რომ რაღაც სამარცხვინოს ემნები. რატო? იმიტომ რომ განათლებული ადამიანია. ჩვენი ფიზიოლოგია სამარცხვინო არ არის, ადამიანები ვართ. ჩვენ არ ვართ რაღაცა ესე ანგელოზები, რომ ეს ყველაფერი ჩვენში არ ხდებოდეს. ხდება და ხა გინდა დამალე. და გინდა ნუ დამალა. ჩვენში ეს ხდება და ეს მშვენიერია. ამის უნარი რო გვაქვს, ესე იგი ცოცხალი ვართ, ესე იგი ეს მშვენიერია. ხო და უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მიმღებელი, მოყვარული, შემწყნარებელი, მომთმენი საკუთარი თავის მიმართ და მზრუნველი. ეს არის საოცრება. მიყვარხართ, კოცნით. ვისაც სურვილი გაქვთ დონაციის აღწერაში არის მითითებული პირადი ნომერი და ანგარიშის ნომრებით ძალიან გამიხარდება. მაინტერესებს პირველი ვინ იქნება, იმიტომ რომ ჯერ არავინ არ ყოფილა. ისევ ეს არის ნებაყოფლობითი, აი მართლა მთელი გულით ვისაც უნდა და მთელი გულით რამდენიც უნდა ისეთი რომ თვითონ არ მოაკლდეს. აი თვითონ არ მოაკლდეს, მე არ მინდა არავისი მისთვის მოკლებული. აი რასაც ისე გაიმეტებ, რომ ისინი არ მოგაკლდება და რაც მთელი გულით გინდა. ეგ უდიდეს საჩუქარია ჩემთვის, ასევე უდიდეს საჩუქარია ლაიკი, კომენტარი, გამოწერა და რა თქმა უნდა, ყველაზე ძვირფასი თქვენი დრო, რომელსაც ჩემთან ატარებ და ასევე ჩემი უძვირფასესი დრო, რომელსაც მე ვატარებ თქვენთან, ანუ რასაც ახლა თქვენ ვიდეოს უყურებთ, ჩათვალე რომ ორი იმდენი კიდე უკანადევს, იმიტომ რომ ეს ვიდეო უნდა დავამონტაჟო, ხო? სულ უნდა ვუყურო და ასე შემდეგ, ხო? ანუ ჩემი სიცოცხლის დროს მე თქვენ გიზიარებთ და პლუს ჩემ სიცოცხლესაც, ჩემ ცხოვრებას თქვენ გიზიარებთ. ჩემი ოჯახს, ჩემს ყველაფერს და თქვენ კიდე თქვენი სიცოცხლის დროს, ანუ რაღაც ნაწილს ჩემ ცხოვრებას ცხოვრობთ. ეს ჩემთვის არის ყველაზე ძვირფასი და ყველაზე სასარგებლო რაღაცა. მიყვარხართ, გკოცნით და კარგ დღეს გისურვებთ ყველას.